მოგესალმებით მეგობრებო. ეს ჩემი პირველი ვიდეოა. ესეთი ტიპის ვიდეოა პირველი. მოკლედ, დღეს მინდა მოგიყვეთ ისტორია, მანამდე კი მეგობრებო არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი და ზარზღილაკი გააქტიუროთ. ახლა კი მოდი უბრალოდ დავიწყოთ. ჩვენი სახლი დღეს პირას იყო. იმ დროს უკვე ივნისის თვე იყო. მშობლები ყოველდღიურად მიდიოდნენ სამსახურებში. მე მყავდა და რომელსაც ალექსი ერქვა. ალექსი ჩემზე დიდი იყო. როცა მშობლები სამსახურებში იყვნენ, ჩემთან ალექსი იყო ხოლმე. იმ დროს უკვე დიდი ვიყავი, 12 წლის. ვუყურებდით ფილმებს, ხან უბრალოდ საუბრობდით, ხანაც წიგნს ვკითხულობდით. ალექსი ჩემზე დიდი იყო, როგორც ვთქვი, 29 წლის. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ხვდებოდით, ვეფერებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთ დღეს რაღაც მოხდა ისეთი რამ, რაც შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. ერთ დილას, როგორც ყოველთვის ხდებოდა, მშობლები წავიდნენ სამსახურებში, ალექსი მეგობრებთან იყო ქალაქში. აქტიურად მარტო ვიყავი რა სახლში. და უცებ რატომღაც მომინდა რომ გამეხედა ფანჯრიდან. გავიხედე. როგორც გითხარით, ჩვენი სახლი ტყის პირას იყო თქო და გავიხედე და დავინახე რაღაც შავი მაღალი ზომის არსება. იმ დროს ისე შემეშინდა რომ როგორც უბრალოდ არასდროს ვერ ვინძრეოდი, ხმასაც ვეღარ ვიღებდი სიშიშისგან. ისე მეშინოდა. ამ არსებამ ჩემთან გამოიხედა, რა არსება კი რაც არ უნდა ყოფილიყო. გამოიხედა და ლამის გული გამისკდა. მას ჰქონდა ძალიან შემზარავი და ცივი თვალები, რომლითაც პირდაპირ თვალებში მიყურებდა. უცებ ამ არსებამ რაღაც არ უნდა ყოფილიყო, გამოსცა შემზარავი ხმა. არ მგონია ეს ხმა ადამიანის ყელიდან ამოსულიყო. არ მგონია. და უცებ გაქრა. უცებ მეც აზრზე მოვედი და ფანჯარას გავეცალე. საღამოს როცა ყველანი სახლში იყვნენ, მშობლები და ჩემი დავწერა თქმა უნდა. გადავწყვიტე ეს ყველაფერი მომეყოლა. მაგრამ ისინი წამეჭხობდნენ, რას მოგეჩვენებოდაო. მეორე დილით ჩვეულებრივად, როგორც აქამდე ხდებოდა, მშობლები წავიდნენ სამუშაოებზე. ჩემთან იყო საყვარელი ფილმი გადიოდა იმ დროს. და მე სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად. როცა მისაღებ ოთახში დავუბრუნდი, ალექსი ფანჯარაში იყურებოდა. მე ვკითხე, ალექს, რა მოხდა? მეთქი. ის შრომად იდგა. მივედი ახლოს მივედი. ის კი ხეებს გაშტერებული უყურებდა. მე კიდევ ვკითხე, რა მოხდა? მეთქი. ხელზე 10 წელს კი ვაჭერდი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ. მოულოდნელად ის გამახსენდა გუშინ რომ ვნახე. ის ვიღაც ან რაღაც. რამაც ძალიან შემაშინა. ალექსი იმ დღეს არ ველაპარაკებოდა. მშობლები რომ მოვიდნენ საღამოს, ვეღარ მოვითმენე და ყველაფერი მოუყევი, მაგრამ წამეწყობდნენ, რა სისულელეაო. ორი ძალიან მეტკინა წავედი ჩემს ოთახში.
არც მეორე დღეს მელაპარაკებოდა ალექსი. მე ჩემს ოთახში ვიყავი. ამ დროს გავიგე რაღაც ხმა. თითქოს რაღაცა ძალიან მძიმე ჩამოვარდა. და მაინტერესა რა უნდა ყოფილიყო. შავედი დაბლა და უღარ გაუძელი და გოლი წამევიდა ისეთი რამ დავინახე. როცა გამოფხიზლდი ტირილის ხმა გავიგე. ჩავედი დაბლა. შემდეგ მშობლებს ვკითხე, რა მოხდა მეთქი. მამამ კი მითხრა, რომ ალექსი გარდაიცვალაო. გოლი მეტკინა. მე ხომ დაიყვე დავკარგე. თავს დანაშაულებდი. ჩემი და მარტო არ უნდა დამეტავებინა მეთქი. იმ არსებამ თუ რაც არ უნდა ყოფილიყო, არსება იყო თუ ადამიანი თუ საერთოდ რაც არ უნდა ყოფილიყო, დაიკო მომიკლა. მოკლედ, მეგობრებო, თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ და გამოიწეროთ არხი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა, მაგრად.